შეჩერებული საინვესტიციო პროექტები და დონორული დაფინანსება რა გავლენა აქვს მთავრობის კურსის ცვლილებას საინვესტიციო პროექტებზე ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. უკაცრავად არსებობს წითელი ხაზების სანქციები უნდა ახსრულდეს. ეს უნდა უთხრას თურნავა მოცნებას. ამის შესახებ საქმის კურსის ეთერში კომპანია STEMscale-ის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა სანქციებზე საუბრისას განაცხადა. ანაკლიის პორტის ინვესტორად შერჩეული ჩინური კომპანია სერბეთში სკანდალში გაეხვა. ჩინური CCC ნოვი-სადში რკინიგზის იმ სადგურის რეკონსტრუქციაში იყო ჩართული, სადაც ჭერის ჩამონგრევას ნოემბრის დასაწყისში 15 ადამიანი ემსხვერპლა. რუსებს შორის უცხოეთში უძრავი ქონების შესაძენად საქართველოს მეორე ადგილზეა. წელს უცხოეთში უძრავი ქონების შესაძენად რუსების თლიან განაცხადებში საქართველოს წილით 13.6%-ია. ევროკავშირმა ილონ მასკის Starlink-ის $11 მილიარდ კონკურენტის შექმნა. SpaceRise-ის პროექტის ფარგლებში დედამიწის სხვადასხვა დონის ორბიტაზე 300-მდე სატელიტის გაშვება და ევროკავშირის მთელი ტერიტორიის სწრაფი ინტერნეტით დაფარვა მოხდება. საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება დღეს მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობთ. უკაცრავად არსებობს წითელი ხაზების სანქციები უნდა ახსრულდეს. ეს უნდა უთხრას თურნავა მოცნებას. ამის შესახებ საქმის კურსის ეთერში კომპანია STEMscale-ის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა მიხეილ კუკავამ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს დიდი როლი აკისრია იმაში, თუ როგორ მოხდება სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან დადასებული სანქციების ახსრულება. კუკავას შეფასებით გასულ წელს სანქციების ახსრულების საგამონაკლისო წესის გამოცემით ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ხაზი გადაუსვა ეროვნული ბანკის 20 წლიან ინსტიტუციურ მახსოვრობას. მისი შეფასებით ქვეყნის რეპუტაციისგან რა დარჩება დიდწილად დამოკიდებულია ეროვნულ ბანკზე და აუცილებელია ნათია თურნავამ ქართულ ოცნებას და მთავრობას უთხრას, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც არ გადავადა ქვეყანაში სანქციების ახსრულება მოხდება. პაუელი, ფედის თავმჯდომარე, რომელმაც ტრამპს უთხრა გარკვევით, მოსვლა შენი საქმე იყო, წასვლა ჩემი საქმეაო. ტრამპს უნდა მისი მოძრობა. სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ, უნდა მისი მოძრობა. ზუსტად ეს ამის გაკეთება უნდა, მაგრამ პაუელი ამბობს, რომ არანაირი იურიდიული ბერკეტი ამისთვის არ აქვს. იგივე შეიძლება გააკეთოს ქალბატონმა თურნავამ, რომელიც ძალიან გონიერი და ჭკვიანი ადამიანია და თქვას, რომ უკაცრავად არსებობს წითელი ხაზი, რომელსაც არ გადავალთ. ეს სანქციები უნდა ახსრულდეს. მთელი მასშტაბით და თუმცა ეს რამდენად მოსალოდნელია, როდესაც ცების დამოუკიდებლობის ხარისხი კითხვის. როდესაც დაფიქრდება ადამიანი, რა რჩება ჩემს შემდგომ, აი რა დარჩება ქალბატონ ნათია თურნავას, რომ აი რა დარჩება, მართველი პარტიის ერთგულება თუ ისტორიის გაგრძელება, რომელიც შექმნა ეროვნულმა ბანკმა 20 წლის მანძილზე, აი რა დარჩება, რა საიღებს ის ამ თანამდებობაზე ის მოვალეობის შემსრულებელი სამუდამოდ ხო ვერ იქნება. შეჩერებული საინვესტიციო პროექტები და დონორული დაფინანსება. საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ინვესტორები ახალი პროექტების დაწყებისგან თავს იკავებენ. შექმნილი გაურკვევლობის ფონზე, მაგალითად ენერგეტიკის სექტორში ინვესტორების ნაწილი უკვე ფიქრობს საქართველოდან კაპიტალის გატანას. კერძო საინვესტიციო პროექტებთან ერთად დაპაუზებულია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და რეფორმები, რომელიც დონორების დაფინანსებით უნდა განხორციელებულიყო. რა გავლენა აქვს ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას შესახებ განაცხადს და რომელიც 27 დღეა ოცნების მიერ ქვეყნის კურსის ცვლილებას უკავშირდება. ელენე გოგბერაშვილი ჩაგვაყენებს საქმის კურსში. ელენე გისმით. ანუკა, საინვესტიციო პროექტების გაჩერებაზე მხოლოდ ბიზნესი არ საუბრობს. ამას აღიარებს ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერიც, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ვერავინ უარყოფს, რომ ქვეყანაში შექმნილი გაურკვევლობის ფონზე ინვესტორები პროექტებში ფულის ჩადებისგან თავს იკავებენ. ბევრს აქვს კითხვები, რამდენად ღირს ჩვენს ქვეყანაში ინვესტირება. როგორც ირკვევა, მაგალითად ენერგეტიკის სექტორში ნაწილი უკვე ფიქრობს საქართველოში არსებული კაპიტალი გაიტანოს და პროექტების განხორციელებაზე უარი თქვას. პირდაპირ ვიტყვი, რომ როცა ბიზნესები საუბრობენ დღევანდელ მოვლენებს აფასებენ, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებები შეიძლება გაიწელა. მე რაც ინფორმაცია მაქვს, ძალიან მსხვილ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე ფაქტობრივად არც ერთი გადაწყვეტილება არ არის გაუქმებული, თუმცა შეიძლება რა თქმა უნდა მან ამ პროცესებმა იმოქმედა გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ჩვენ აქ ოპტიმისტურად ვუყურებთ სურათს, როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება და ამისი
ყველა წინაპირობა არსებობს. დღეს თუ რაღაცა თვალსაზრისით მიმდინარეობს, ნახეთ, უკვე დაწყებული პროექტების მშენებლობა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გაგრძელდება. აბსოლუტურად ყველა წევრი დღეს ამბობს იმას, რომ ის უცხოელები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული ხედვა ამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. უცხოელებზეც აღარ საუბრობთ, მოდი ქართველებზეც ვთქვათ, ქართველებიც მათ შორის უკვე კითხვებს სვავენ, რამდენად ღირს საერთოდ ინვესტიციის განხორციელება. ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული დანაზოგები აქვთ, უკვე ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში აღარ გააგრძელონ საქმიანობა და გადავიდნენ უკვე ცენტრალურ აზიაში. ქართული ოცნების განაცხადი შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესის საფრთხის ქვეშ აყენებს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებასაც, როგორც შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტია. როგორც ცნობილია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ევროკავშირი 2,3 მილიარდი ევროს დაფინანსების გამოყოფას გეგმავდა, თუმცა, როგორც ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლების განაცხადი ამ პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მიმდინარეობს განვითარება შავი ზღვის კაბელის პროექტისა, რომელთაც ევროკავშირს უნდა დაუკავშირდეთ და მწვანე ენერგიის დერეფანი უნდა გაიჭრას. ჩვენ თუ ესე შეგვეცვალა იმიჯი და ევროკავშირისკენ აღარ მივდივართ და გავხდით რაღაცა დაქვემდებარებული ერთი ადამიანის სურვილებს ან ერთი ქვეყნის ზოგიერთი ქვეყნის სურვილებს ქვეყანა, მაშინ ინტერესი აღარ იქნება ამისი. საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ შეჩერებული არა მხოლოდ კერძო საინვესტიციო პროექტები, არამედ ის პროექტები, რომელსაც დონორები აფინანსებდნენ. მურმან მარგველაშვილის ინფორმაციით, ევროკავშირის 340 მილიონი ევროს პროექტებიდან 120 მილიონის ღირებულების პროექტები შეჩერებულია. სავარაუდოდ ასევე შეჩერდა 653 მილიონი ევროს პროექტი, რომელსაც საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობები აფინანსებდნენ. გუშინ გახდა ასევე ცნობილი, რომ გერმანიის მთავრობამ 227 მილიონი ევროს პროექტები გააჩერა. აქედან 23 მილიონი ბათუმში მწვანე წყალბადზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. უნდა აშენებულიყო 6 მეგავატიანი მზის სადგური, სადაც 15 ავტობუსი უნდა ყოფილიყო 12 მეტრიანი ბათუმში, რომ წყალბადზე ივლიდა და ეს შექმნიდა რაღაც ისეთ რენომეს ქალაქის. ელექტროლიზის მოწყობილობა, რომელიც წყალბადს აწარმოებდა და დამტენი ინფრასტრუქტურა რა, ეს იყო ესეთი საჩვენებელი სადემონსტრაციო პროექტი, რომელიც ცოდნასაც შემოიტანდა, თქვათ, იმ ახალი ტექნოლოგიის, ხო და იმით შეუქმნიდა ბათუმს, რაც მთავარია, რომ აი სუფთა ქალაქი, ასეთი, ანუ დანაკარგი მარტო ეს ფინანსური კი არ არის, არამედ ის, რომ სხვანაირი ქალაქი იქნებოდა, აი ამ მწვანე და სათქმელი და საჩვენებელი იქნებოდა. გარდა ენერგეტიკისა, საკმაოდ ბევრი პროექტი შეჩერდა, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორშიც, რომელსაც დონორები აფინანსებდნენ. სულ ამ თემაზე ყველა არსებულ კომენტარს თავს მოვუყრით უკვე საღამოს საქმის კურსის შემაჯამებელ გამოშვებაში. მადლობა ელენე, ეს ელენე გოგბერაშვილი იყო, რომელმაც ქვეყანაში შეჩერებულ საინვესტიციო პროექტებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შეჩერებულ დახმარებებზე მოგვაწოდა ინფორმაცია. ანაკლიის პორტის ინვესტორად შერჩეული ჩინური კომპანია სერბეთში სკანდალში გაეხო. ჩინური CCCC ნოვი სადში რკინიგზის იმ სადგურის რეკონსტრუქციაში იყო ჩართული, სადაც ჭერის ჩამონგრევას ნოემბრის დასაწყისში 15 ადამიანი ემსხვერპლა. ნეტგაზეთის ცნობით სიდიდით მეორე ქალაქის ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარ ნგრევას სერბეთში ბევრი უკავშირებს კორუფციას. ეს სადგური ბოლო წლებში ორჯერ გარემონტდა რეაბილიტაციის. ეს პროექტები კი ნაწილია იმ მეგაპროექტებისა, რომლებშიც მონაწილეობდნენ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები CRIC და CCC. ამ მეგაპროექტების ადგილობრივი კორუფციის მკვლევარები საეჭვოდ მიიჩნევენ, აღნიშნული კომპანიები არიან ბელგრადი, ბუდაპეშტის რკინიგზის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მთავარი კონტრაქტორები. მათ შორის ერთ-ერთია სწორედ China Communications Construction Company, იგივე ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტში მთავარ პარტნიორად შეერჩია, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში უპირატეს ნომინანტად დასახელებულ ჩინურ კორპორაციასთან 2025 წლის ბოლომდე აქვს ამ კომპანიას ვადა, რათა მათ საკუთარი საინვესტიციო პოზიცია დააზუსტონ.
რუსებს შორის უცხოეთში უძრავი ქონების შესაძენად საქართველო მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ტაილანდი უსწრებს. კერძოდ წელს უცხოეთში უძრავი ქონების შესაძენად რუსების მთლიან განაცხადებში საქართველოს წილით 13.6%-ია. შედარებისთვის 2023 წელს საქართველო მხოლოდ მე-6 ადგილზე იყო. ამის შესახებ RBK საერთაშორისო საბროკერო კომპანია ტრანიოკოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს. წელს რუსების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა 2023 წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა, ხოლო მასიური რელოკაციის 2022 წელთან შედარებით მხოლოდ 1%-ით დაიკლო. ექსპერტები ქვეყნის დაინტერესების ზრდას შესვლის დაბალი ბარიერით ხსნიან, რაც $35,000-დან იწყება. მიზეზი ასევე საქართველოში რუსების ნაწილის რელოკაცია. საქმის კურსი 17 საათსა და 40 წუთზე ამით დასრულებულია. თქვენ კი უნდა დაელოდოთ ჩვენს შემაჯამებელ გამოშვებას, რომელიც BMG TV-ზე 19 საათს დაიწყება.